ბატონებო, ვაგრძელებთ მეცნიერთა კონგრესის პროგრამების წარმოდგენას. უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელიც დღეს გამომაქვს თქვენს წინაშე, ეს არის ელემენტარული სკოლა, პირველი მე-6 კლასი. პირველი მე-6 კლასი დაკავით, აი ჩვენი სისტემა იქნება ასე, პირველი მე-6 კლასი, ან პირველი 9 კლასი, ან მე-5 მე-12 კლასი გიმნაზია, ან ლიცეუმი მე-9 მე-12 კლასი. ეს ყველაფერი უზნაძიდან მოდის. ეს ყველაფერი აქვს განათლების საერთაშორისო ცენტრს და მათ მიაჩნიათ, რომ ევროპა ძალიან ბევრი ქვეყანა სწორედ უზნაძის სისტემით ცხოვრობს. ჩვენს გარდა ძალიან ბევრი ქვეყანა, ჩვენს გარდა სხვა ქვეყნებში უზნაძეს პატივსცემენ, ჩვენთან კი მის მიმართ დამოკიდებულება ძალიან ცუდია. უზნაძე იყო პიროვნება, რომელმაც დაწერა განათლების პირველი კანონი. 18-21 წლების ხელისუფლების განათლების პირველი კანონი სწორედ უზნაძეს ეკუთვნის. უნიკალური იყო. ის ამბობდა, რომ არ შეიძლება პირველ კლასელი და მე-12 კლასელი, ანუ 6 წლის ბავშვი და 16, 17, 18 წლის ბავშვი ერთ სკოლაში იყვნენ, ერთ ბუფეტში, ერთი ტუალეტი რაღაც და ასე შემდგომ და აი ამიტომ ის ამბობდა, რომ დაყოფილი იყო ასე. პირველი მე-6 კლასი, მე-6 მას ელემენტარული სკოლა ქვია, მე-6 მე-12 კლასი მას გიმნაზია ქვია, პირველი მე-9 კლასი ეს არის სწორედ ასევე სკოლა, ჩვეულებრივი, რომელსაც საშუალო სკოლას ეძახიან ჩვენთან და მე-9 მე-12 კლასი ეს არის უკვე ლიცეუმი. აი სისტემა, რომელსაც ჩვენ ვქმნით. ასეთი სისტემა უზნაძისგან მოდის. ეხლა ვლაპარაკობ ჩვენ პირველ მე-6 კლასზე. როგორი უნდა იყოს პირველი მე-6 კლასი? ჩვენ ყველგან ვთქვით, რომ მასწავლებლის ხელფასი 1 ლარით მეტი უნდა იყოს, ვიდრე მერის, განგებლის, მინისტრის და ასე შემდგომ ამის თაობაზე უკვე ვისაუბრეთ. რომ პირველ მე-6 კლასებში საქართველოში უნდა იყოს კვება. ამ კვების საკითხს უნდა წყვეტდეს ხალხის მიერ არჩეული განათლების საბჭოს მიერ შექმნილი სპეციალური კომისია. პირველ მე-6 კლასებში ყველგან ჩვენ უნდა გქონდეს ესე იგი ცნობილი ადამიანების კლუბები. პირველ მე-6 კლასებში და საერთოდ სკოლაში უნდა იყოს ქართული წერლობის დიდი ბიბლიოთეკა, უნდა იყოს ქართული სახელოვანი ადამიანების, მეფეების და ყველაფერი სტანდარტები დროში მცირე მაქვს, მაგრამ ბავშვი უკვე ყველაფერ ამას უნდა უყურებდეს, ჩვენ მნიშვნელოვან ფიგურებს, როგორც სასულიერო, საერო პირებს, ასევე კულტურის მოღვაწეებს, მეცნიერებს და ასე შემდგომ. პირველი მე-6 კლასი აქ აუცილებლად უნდა გქონდეს ყველგან, ყველა სკოლაში უნდა იყოს აი ცნობილი ადამიანების კლუბები, მაგალითად აკადემიკოსების, მწერლების, მხატვრების და ასე შემდგომ. ბავშვი თავიდანვე უნდა ეჩვეუდეს აი ცოცხალ მწერალთა, ცოცხალ ლეგენდებთან ურთიერთობას უნდა ეჩვეუდეს. ეს არის უმნიშვნელოვანესი, რომელიც ჩვენს პროგრამაში ჩადებულია. ესე იგი, რაც შეეხება პირველი მე-6 კლასის ყველა მოსწავლეს უნდა აუცილებლად უნდა ესე იგი აი ამ პირველი ამ პერიოდში უნდა იყოს რეალურად ბავშვი უკვე საბავშვო ბაღიდან რო დაიწყო სიმღერა, მუსიკა, ესე იგი ხატვა და აი 4 რამ რაც ჩვენ ვთქვით, ის ყველაფერი უნდა გქონდეს ბავშვს აქაც შევწყვიტოთ აქ ამ ნაწილში ცოტა გავშიფრებ ახლა. პირველ მე-6 კლასში აუცილებლად სახელოვან ადამიანთა კლუბები უნდა იყოს. ამის თაობაზე უკვე ვთქვით. პირველი მე-6 კლასი აუცილებლად უნდა თოჯინების თეატრი ყველა ქალაქსა და რაიონში უნდა გქონდეს. ილია ჭავჭავაძეს ვექნობით ჩვენ, რომელიც ამბობდა, რომ ფუძე, საყრდენი, ცნობიერების ყველაფრის თეატრია. პირველი, ამიტომ თოჯინების თეატრი როცა იქნება, პირველი მე-6 კლასელი აუცილებლად უნდა მიდიოდეს სკოლაში, უნდა თეატრში და აუცილებლად უნდა რაც შეიძლება მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა გქონდეს სწორედ თოჯინების თეატრს, რომ ბავშვს პირველ მე-6 კლასში, საბავშვო ბაღით მოყოლებული პირველ მე-6 კლასში უნდა ვაჩვევდეთ თეატრისადმი, ხელოვნებისადმი, კულტურისადმი, მეცნიერებისადმი სიყვარულს. პირველ მე-6 კლასში უნდა გრძელდებოდეს საბავშვო ბაღში დაწყებული მთავარი რამ, რომ ბავშვი უნდა აგრძელებდეს სწავლას სიმღერის, მუსიკის, ხატვის და ცეკვის. ეს პირველ მე-6 კლასში, საბავშვო ბაღი და პირველ მე-6 კლასში ეს უნდა იყოს უკვე ბავშვი, უკვე ყველაფერი ეს ჩადებულია
მე აღარ ვსაუბრობ სპორტთან დაკავშირებულ საკითხებზე, იმიტომ რომ დრო მცირე მაქვს, აი ამიტომ ჩამოგიყალიბეთ რომ როგორი უნდა იყოს პირველი მე-6 კლასი. ვინმე თუ იკითხავს რომ ეს რთულია, ვიმეორებ. ეს ქონდა ქუთაის ლომაიამ თქვა რომ 20 წლის შემდგომ თუ შევძლებთ ამის გაკეთებასო და ეხლა დღეს ამის ელემენტები ჩადეს ახალ კანონში, მაგრამ იგი სრულყოფილი არ არის. ბატონებო, ვაგზელებთ საუბარს მეცნიერთა კონგრესს კონკრეტულ პროგრამებთან დაკავშირებით. დღეს ვისაუბრებთ გიმნაზიის თაობაზე. მე ძალიან განვიცდი იმას, რომ ეს ქართული სახელები, რომელიც იყო ჩვენ მე არ ამგონია რომ საჯარო სკოლა სწორია, იმიტომ რომ ამერიკაში საჯარო სკოლა, რასაც ქვია, ეს ესე იგი აი უმწეოთა და რაღაც ამდაგვარი სახელთან არის დაკავშირებული. ჩვენი ამოცანა არის რომ ქართული სახელები იყოს, ისევე როგორც რაიონის მუნიციპალიტეტი არ უნდა ქვიოდეს, საჯარო სკოლა არ უნდა ქვიოდეს მას. მეხუთე შემდგომი სასაუბრო თემა გიმნაზია, როგორც გითხარით. გიმნაზია ეს არის მე-6 კლასი რო დაამთავრა, მე-7 კლასიდან უკვე მე-12 კლასის ჩათვლით არის გიმნაზია. გიმნაზია შეიძლება იყოს სპეციალიზებული ფიზიკა, მათემატიკის, სხვადასხვა მიმართულებით, ანუ ბავშვი უკვე თავიდანვე უნდა აი ამ ზუსტ მეცნიერებებში ჩვენ მაინც განსაკუთრებული გამოცდილება გვაქვს, მით უფრო რომ ფიზიკა, მათემატიკის გიმნაზიებმა და მათ გაამართლეს, სასწაულად ჩამოყალიბდა ეს და აი ამიტომ ჩვენ დღეს საკითხს აესებ ვსვამთ, რომ ესე იგი გიმნაზია, მე-5 მე-12 კლასი, მასწავლებლის ხელფასი, როგორც ვთქვით, გიმნაზიაში კიდე შეიძლება უფრო მეტი პრივილეგია კონდეს, განსაკუთრებული სწავლება უნდა იყოს, მასწავლებლის ხელფასი 1 ლარით მეტი უნდა იყოს, ვიდრე მინისტრის, გუბერნატორის, მერის, დეპუტატის ხელფასია, ეს რეალურია, ამის საკამათო ვისაც ექნება, მე მზად ვარ, რომ დავარწმუნო, რომ ამის გაკეთება შეიძლება, თუ ჩვენ გვინდა მომავლის საქართველო, სწორედ ესე უნდა იყოს მოწყობილი. გიმნაზია არა მარტო იმით, რომ თქვა მე-5 მე-12 მე-7 კლასიდან უკვე ბავშვი პირველი საბავშვო ბაღი, პირველი მე-6 უკვე ვისაუბრეთ როგორი უნდა იყოს, უკვე მომზადებული მოდის, უკვე ბავშვმა ბევრი რამ იცის და აი ამ დროს უკვე გიმნაზიაში, მას შეიძლება გიმნაზია სხვადასხვა მიმართულებით იყოს. ეს ვიმეორებ, გიმნაზია შეიძლება იყოს სახელოვნური მიმართულებით, შეიძლება იყოს თქვა მეცნიერების მიმართულებით, მათემატიკა, ფიზიკა და ასე შემდგომ. აი ეს უკვე ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ გადაწყვეტს იმ რაიონში მოსახლეობის მიერ არჩეული განათლების საბჭო. ამ საკითხებში არ უნდა ერეოდეს ხელისუფლება და სკოლის დირექტორს არ უნდა ეუფროსებოდეს არც გამგებელი, არც მერი, არც გუბერნატორი. ყველა სკოლის დირექტორის ხელმძღვანელი არის ყველა ოჯახი, რომელიც ირჩევს განათლების საბჭოს და განათლების საბჭო მართავს სწორედ იმ სისტემას, რომელსაც ქვია განათლების სისტემა და ამ შემთხვევაში გიმნაზიებთან გვაქვს ჩვენ გიმნაზიებზე გვაქვს საქმე. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. დავიცვათ უნდა ეს პრინციპული საკითხია, ბატონებო. შეკითხვები რაც იქნება, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ვაჩვენოთ კონკრეტულ მაგალითებზე. ფიზიკა, მათემატიკის გიმნაზია, რომელიც ჰქონდა ჩვენ საქართველოსდან 5 ბავშვი რომ მიდიოდა საერთაშორისო სიმპოზიუმზე, ესე იგი, აი ამ კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, 5-დან 4 ქუთაისიდან იყო. მათემატიკის კურსები, ოლიმპიადები და სხვა მე ვინც კი იმარჯვებდა, გამარჯვებულთა შორის მთელი საქართველოს მასშტაბით ვინც იმარჯვებდა ნახევარი თითქმის ამ გიმნაზიიდან იყო. რატომ? იმიტომ რომ სისტემა იყო სწორად ჩამოყალიბებული. განათლებაზე ორიენტაცია უნდა იყოს ნომერი პირველი. განათლება უნდა იყოს ნომერი პირველი პრიორიტეტი. ვიფიქროთ, ვიაზროვნოთ, მივხედოთ, განათლებას ნომერი პირველი პრიორიტეტი. ბატონებო, ვაგზელებთ საუბარს განათლების თაობაზე, შემდგომი საკითხი არის ლიცეუმები. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ საბავშვო ბაღი, პირველი მე-6 კლასი, მე-6 კლასიდან ან პირველი მე-9 კლასი. პირველი მე-9 კლასი ეს არის უკვე, რომელსაც ბოლოში გადავიტან, ეს არის
ჩვენი საშუალო სკოლის ტოლფასი უფრო მეტი ცოდნას უნდა აძლევდეს, ვიდრე ჩვენი საშუალო სკოლა აძლევდა, მაგრამ რას ნიშნავს ლიცეუმი? ლიცეუმი ეს არის უკვე მე-10, მე-11, მე-12 კლასი. რატომ არის ეგ აუცილებელი? ნახეთ, ბავშვები აღარ დადიან სკოლაში უკვე მე-10, მე-11, მე-12 კლასში აღარ დადიან. ისინი მასწავლებლებთან ემზადებიან. ეს რომ ნახე, როდესაც ქუთაისში ასე იყო და ბავშვი უკვე აღარ იჯდა დამამთავრებელ კლასებში გაკვეთილებზე აღარ იყო და მასწავლებლები სახლებში ამზადებდნენ, აი სწორედ ამის გამო იყო ლიცეუმები რომ შემოვიღეთ, ოღონდ ლიცეუმები იყო პროფილის მიხედვით. ეხლა უკვე მიდის სახელმწიფო ასეთ რამეზე, 20 წლის მერე თუ შევძლებთო იმ სისტემის გაკეთებასო ლომაიამ თქვა, რომელიც ჰქონდა ჩვენ ქუთაისში და დაანგრიეს ეს ლიცეუმები. ამ რამდენიმე ხნის წინ ჰუმანიტარულ ლიცეუმთან ჩემი შეხვედრა, რომელიც დებს Facebook-ზე, ნახეთ თქვენ, ამ ლიცეუმის 6 მასწავლებელი დირექტორია დღეს თბილისსა და ქუთაისსა და ამ სკოლებში და სასწაულია რომ გააუქმეს 2006 წელში და 30 წლის თავი აღნიშნეს, აი ეხლა ესე იგი რამდენი ხნის წინ გაუქმებულებმა ინარჩუნებენ კიდევ ურთიერთობებს. ეს არის ძალიან სასარგებლო საქმე ბატონებო, რომ ბავშვმა ისწავლა მე-9 კლასამდე, მე-9 კლასის შემდგომ მას სჭირდება რომ ან იცოდეს რა სპეციალობით უნდა წასვლა. სპეციალობა ამ შემთხვევაში არის რა, უნდა მათემატიკის ხაზით წასვლა, შესაბამისად წავა ამ მიმართულებით, უნდა ჰუმანიტარული მიმართულებით წავიდეს, ჰუმანიტარული მიმართულებით, უნდა ვთქვათ სამედიცინოზე ჩააბაროს, შესაბამისად ბიოლოგია და ასეთ ლიცეუმში. უნდა რომ ჯარის ხაზით წავიდეს, სამხედრო ლიცეუმი ქონდა, უნდა სპორტის სახით წავიდეს, სპორტული ლიცეუმი ქონდა. ლიცეუმები შეიძლება იყოს ძალიან ბევრი, სხვადასხვა რაიონში სხვადასხვა, მაგრამ მთავარი რა არის აქ, რომ ბავშვი სწავლობს რამდენიმე საგანს და არა ყველაფერს, როგორც ჩვენთან დღეს უკვე მე-9 კლასიდან ბავშვმა უნდა აიღოს ორიენტაცია, სად წავიდეს. ჩვენი სისტემით ან ბავშვი იღებს უკვე და გიმნაზიაში მიდის, გიმნაზიების პროფილის მიხედვით შეიძლება იყოს, ანუ მე-7 კლასიდან, ან მე-9 კლასიდან უკვე უფრო დაკონკრეტებული ლიცეუმი იქნება, სადაც ბავშვი რომელ უმაღლეს სასწავლებელშიც აპირებს, აი იქეთ უნდა წავიდეს სასწავლებლად. ჩვენ გქონდა ერთი რამდენიმე 10-ზე მეტი ლიცეუმი იყო ქუთაისში, გვიმეორებ ლიცეუმების რაოდენობა ეს რაიონზეა დამოკიდებული, ყველა მიმართულების ლიცეუმი უნდა იყოს, ბავშვს არ უნდა ჭირდებოდეს მომზადება რომ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბაროს. ვარ ბედნიერი რომ ასე იყო ქუთაისში და ლიცეუმის კურსდამთავრებულები თითქმის 100% ვინც გადაწყვეტა წასულიყო უმაღლეს სასწავლებელში, ეწყობოდა და მომზადება არაფერში არ ჭირდებოდა. ჩვენ ოჯახებს უნდა მივეხმაროთ. ლიცეუმი როგორი სისტემა იქნება რაიონში, ამას წყვეტს ხალხის მიერ არჩეული განათლების საბჭო და არა გამგებელი და მერი ფინანსურ უზრუნველყოფას უკეთებენ ისე როგორც ეს კანონმდებლობა იქნება ქვეყანაში მიღებული. ლიცეუმი არის ერთ-ერთი სერიოზული რგოლი, ეხლა დღეს მას ბევრმა რაღაც პროფტექნიკური სასწავლებლები და ის დაარქვა. არავით არის პროფტექნიკური და არავით არის სპეციალობების. აქ არის ლაპარაკი ლიცეუმზე. ეს ცნობილია თელ მსოფლიოში ლიცეუმის კულტურა და საქართველოშიც იყო ასეთი რამ და ამიტომ უნდა შეიქმნა სწორედ ლიცეუმები, სადაც ბავშვი არ ჭირდება მომზადება არაფერში, ერთ გაკვეთილზე უნდა იყოს 10-12 ბავშვი, სწავლობენ მხოლოდ იმ საგნებს, რომელი სპეციალობითაც გადაწყვიტა ბავშვმა, რომ გადაწყვიტა სამედიცინოზე ისწავლოს, აი იმ მიმართულების საგნებს სწავლობენ. გადაწყვიტა რომ ზუსტ მეცნიერებებში იყოს, აი სწორედ იმ მიმართულებებს სწავლობს. აი არავით არის ზედმეტი. მე-9 კლასში ჩავთვლით, შეგვიძლია ვასწავლოთ ბევრი რამ, მაგრამ მე-9 კლასიდან უნდა დაიწყოს უკვე სპეციალიზაცია და ეს უნდა მოხდეს იმის ხარჯზე, რომ რაც შეიძლება ოჯახს მივეხმაროთ, რაც შეიძლება ბავშვს მივეხმაროთ და რაც შეიძლება ფართო პლანით იყოს, ვთქვათ, წარმოდგენილი ის პროგრამა, რომელიც ბავშვს სჭირდება უკვე, სადაც აპირებს ის რომ გააგრძელოს სწავლება. მასწავლებლის ხელფასი აქაც უნდა იყოს 1 ლარით მეტი ვიდრე ხელმძღვანელებისა, მერის, გუბერნატორის და მინისტრის ხელფასია და დეპუტატის, ეს რეალურია, ამას არავითარი პრობლემა არ აქვს, თუ ჩვენ გვინდა რომ ქვეყანა წავიდეს წინ და განათლებაში უნდა ჩავდოთ ყველაზე დიდი თანხა. ლიცეუმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია ბავშვისთვის, სადაც არ ხარჯავს ფულს სწავლებისთვის, მაგრამ უმაღლესისთვის ემზადება და სწავლობს რამდენიმე უცხო ენას და ეს ყველაფერი დეტალებში, როდესაც გვექნება ჩვენ ცალკეული მის განხილვა, აი იქ. ეხლა კი აი ესე რამდენიმე წუთში წარმოგიდგინეთ ეს პროგრამა.
ვაგზალებთ მეგობრებო საუბარს კონკრეტულ პროგრამებთან დაკავშირებით მეცნიერთა კონგრესის. აი ამ შემთხვევაში ისევ განათლებასთან ვართ კავშირში და დღეს ვსაუბრობთ სკოლაზე, რომელიც პირველი მეცხრე კლასი. ამას ზოგან ელემენტარულ, ზოგან საშუალოს ეგ თავარი არ არის ამ შემთხვევაში. პირველი მეცხრე კლასი. რა არის ეგ? ეს არის ფუნდამენტურ სწავლებას რომ იძლევა. ჩვენ უკვე გამოვყავით გიმნაზია. შეიძლება მე-7 კლასიდან უკვე წავიდეს გიმნაზიაში, ანუ სპეციალიზაცია ცოტა ადრე მოკიდოს ხელი. ან ვიმეორებ, მე-7 კლასამდე მოვიდეს და მე პირველი მე-6 კლასი გაიარა, ლიცეუმში წავიდეს. ან პირველიდან მე-9 კლასის ჩათვლით და მე-9 კლასის მერე მიდის უკვე ლიცეუმში. აი ნახეთ როგორია სისტემა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია, რომ განათლება სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ უფასოა, რომ განათლება ძირითადში ორიენტირებულია იმაზე, რომ გააჩნია რომელ საფეხურზე ვლაპარაკობთ. გიმნაზია აძლევს ძალიან ღრმა ცოდნას, დიდი მიმართულებით ლიცეუმი, ასევე კონკრეტულად საითაც უნდა წავიდეს ბავშვს, პირველი მე-9 კლასი ეს არის საბაზისო სწავლება უკვე, რომელიც უნდა გქონდეს. ამ სისტემაში შედის უამრავი რამ, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ ქართული ისტორია, კულტურა, ხელოვნება, აი თქვათ არა მარტო სოფლიო მასშტაბითაც რაც ჭირდება ბავშვმა იცოდეს, ანუ პირველი მე-9 კლასი სწორედ ამ მიმართულებით არის. ჩვენ ყველაფერი როგორ წყდება რაიონში, სისტემა როგორი იქნება, რამდენი გვექნება ჩვენ ეს და რამდენი გვექნება გიმნაზია, ლიცეუმი, შესაბამისად ელემენტარული სკოლა, საბაზისო სკოლა, ამას ყვეთს ხალხის მიერ არჩეული განათლების საბჭო. მე ამას ხშირად ამ ხაზგასმას ვაკეთებ ხშირად, არა გამგებელი, არა გუბერნატორი და ვინმე, არამედ აი სწორედ ეს ხალხის მიერ არჩეული საბჭო. ეს არის დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება. არ შეიძლება გამგებელი მერი, გუბერნატორი მუშს ურტყამდეს, ესე იგი სკოლის დირექტორს ან ერეოდეს სკოლის სისტემაში. ძალიან ბევრგან მე უცხოეთში რომ ყოფილი ვარ, რაიონის მერთან ერთად, ქალაქის მერთან ერთად რომ ვისულ ვარ, დაელოდეთ შესვენებას და მერე შეხვალთო. ანუ პრაქტიკულად ორი ქალაქის მერი მივედით ამერიკის სკოლაში და გვითხრეს თქვენ დააგვიანეთ, დაიწყო უკვე გაკვეთილზე ვერ შედის სკოლის ტერიტორიაზე ვერ შედის ნებართვის გარეშე. სხვათა შორის ეს ნახე რუსეთში შემოუღიათ უკვე და ასე მოღიებული არ არის უკვე სკოლის კარები და ძალიან ბევრი რამ უკვე ბევრგან მოვიდნენ აზე. ჩვენ განსაკუთრებული პრინციპები გვჭირდება. ვიღაც მეტყვის ეხლა რა ახალი კანონი მიიღესო. სამწუხაროდ რაც ჩვენ გქონდა უკვე ქუთაისში 93, 14, 15, 16 წლებში და ცნობილი ადამიანების მხარდაჭერით გაკეთა, იქ იყო სწორედ ქალაქის მერზე ერთი ლარით მეტი ქონდა ხელფასი მასწავლებლის. პრეზიდენტი იღებდა მაშინ ხელფასს, ესე იგი $20-30 შესაბამისი კუპონის და ჩვენთან იყო 50-55 და მეტი $, შესაბამისი კუპონს და მე ლარს იღებდა მასწავლებელი. რატომ? იმიტომ რომ განათლება უნდა იყოს ნომერი პირველი პრიორიტეტი. მასწავლებელი უნდა გყავდეს ხელის გულზე და ბავშვს უნდა ვეგებოდეთ ფეხქვეშ. თუ ჩვენ გვინდა რომ აი სისტემა მოვიდეს მოქმედებაში. ჩვენ სკოლაში სწავლის პერიოდში ბავშვმა თეატრი უნდა შეიყვაროს, სიმღერა უნდა შეიყვაროს, მუსიკა უნდა შეიყვაროს, ხატვა უნდა შეიყვაროს. ცნობილ ადამიანებთან ურთიერთობა უნდა გქონდეს. სკოლაში ბუფეტი და ეს ყველაფერი გასრიალებული უნდა იყოს. ფასები უნდა იყოს სასწაულად დაბალი და ბავშვი უნდა იკვებებოდეს მაღალი კალორიებით და რას ჭამს ბავშვი, მისი კონტროლი და ასე შემდგომ ეს ყველაფერი უნდა იყოს დაკავშირებული ხალხის მიერ, ხას უსვამ, ხალხის მიერ არჩეული განათლების საბჭოს უნდა აკონტროლებდეს ყველაფერ ამას. აი ასე, არა პოლიტიკური მერი და პოლიტიკური მინისტრი და პოლიტიკური ფიგურები. სკოლა პოლიტიკური გავლენიდან უნდა იყოს გამოსული. სკოლაში არავითარი საარჩევნო პუნქტები არ უნდა იყოს. მასწავლებლები არცაც საარჩევნო უბნებში არ უნდა იყვნენ. მასწავლებლებს პოლიტიკაში არ უნდა ვრევდეთ. მასწავლებელი უნდა იყოს თავისუფალი ფიგურა და ჩვენ გავზრდით ძალიან ძლიერ თაობას. აი რა არის განათლების რეფორმა, რომელსაც თავაზობს მეცნიერთა კონგრესი ხალხს და ქვეყანას.
ბატონებო, ვაგზელებთ საუბარს განათლების თაობაზე. დღეს მის მთავარ როგორც იტყვიან, დამაგვირგვინებელ რგოლს უმაღლეს განათლებას შევეხებით. თავშივე ვამბობ, საქართველოში უმაღლესი განათლება უნდა იყოს უფასო. ეს არის სამარცხვინო, რაც ხდება ჩვენთან ქვეყანაში. მაგრამ როგორ ხდება მისი ანაზღაურება, ამის თაობაზე ცალკე ვისაუბრებთ. ესე იგი, უმაღლეს სასწავლებელში განათლები უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდების ბავშვი არ უნდა აბარებდეს. ჩვენ ისეთი რეფორმა თქვით უკვე განათლების, რას ნიშნავს საბავშვო ბაღი, რას ნიშნავს პირველი მე-6 კლასი, რას ნიშნავს გიმნაზია, ანუ მე-7, მე-12, რას ნიშნავს ლიცეუმი მე-9-მე-12, რას ნიშნავს პირველი, ესე იგი, მე-9 კლასი საბაზისო სწავლება. ეს ისეთი სისტემაა, რომელსაც აღარ ჭირდება უკვე ბავშვი უმაღლეს სასწავლებელში მიდის კონკურსზე დიპლომით. ეს არის თავარი საკითხი აქ. არავით არის ტანჯვა წამება ბავშვს. ბავშვს აღარ ჭირდება უკვე რომელმაც ის განათლების ის გზა გაიარა, რომელზეც მე ვისაუბრე და ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ სკოლას, სწორედ ანუ სკოლას, რომელიც გიმნაზიას, ლიცეუმს, საბაზისო სკოლას, ვთქვათ, ელემენტარულ სკოლას, აი ამას დიდი პატივი უნდა მივაგოთ და უნდა ვენდოთ სკოლას. ვინმე იტყვის ახლა რომ ეს როგორ დიპლომების და ხო შეიძლება რომ დიპლომში ნიშნები ჩაწერონ არასწორადო. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ამას სახელმწიფოს აქვს კანონი, რომ თუ უმაღლეს სკოლაში მე ვერ ისწავლა პირველ კურსზე, იმიტომ რომ უფასოა სწავლება, იმ საიდანაც რამდენიმე ბავშვი იქნება, ის სკოლა, ის ლიცეუმი, გიმნაზია, ელემენტარული საბაზისო სკოლა კარგავს უკვე ლიცენზიას. და იკარგება, ამიტომ პირიქით იქნება ბატონებო, არ არის ეგ პრობლემა. მე ეს როდესაც გავაკეთეთ ქუთაისში დიპლომების კონკურსით და თბილისში გამოცდებაში რომ ფულს იღებდნენ და ეს რომ ძალიან დიდი წინააღმდეგობის გადაწყვეტა მოგვიწია, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად იცის, დღეს ყველა აღიარებს იმას, რომ განათლების რეფორმა, რომელიც შედგა ქუთაისში და მისაღები გამოცდები, რომელიც იყო გამოცდების გარეშე და ეს ყველა აღიარებს დღეს იმას, რომ ეს იყო საერთაშორისო სტანდარტების და ქართული ტრადიციების, ქართული გამოცდილების გათვალისწინება, რომ ეს უზნაძის სისტემა განათლების იყო მოქმედებაში მოყვანილი. ჩვენ როცა ვსაუბრობთ უმაღლეს განათლებაზე, აი ნახეთ როგორ არის განათლების საბჭო, ანუ აქ საბჭო ყველა უმაღლეს სასწავლებელს აქვს განათლების საბჭო. ნახეთ როგორ ყალიბდება, როგორი შემადგენლობით ყალიბდება ის, აი თქვათ გუბერნატორს. იქ თუ არის განათლების ნებისმიერ უნივერსიტეტს მართავს გარკვეული საბჭო, ხომ? იმ საბჭოში ერთი გუბერნატორი ორჯერაც რომ აირჩიონ, ვერ შეძლებს 9 კაცია ყველგან, ორ-ორის რეკომენდირება შეუძლია ყოველ გუბერნატორს. არ შეუძლია მას რომ თქვათ უმრავლესობა ყავდეს იმ საბჭოში. ამას ემატება რომ განათლების საბჭოც, რომელიც ხალხის მიერ არჩეული, ისიც აძლევს რეკომენდაციას, ვთქვათ, გარკვეულ პიროვნებებს. ანუ ეს აქაც რექტორს ვერ დაუძახებს ვერავინ და მისი უფროსი ვერავინ ვერ იქნება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია განათლებასთან როცა არის. სამარცხვინოა როცა ლაპარაკობენ საქართველოში იმას, რომ განათლების რეფორმას წერს, რომ განათლების სამინისტროო. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში სამინისტრო არავითარ რეფორმის პროგრამას არ წერს, რეფორმის პროგრამას წერენ მეცნიერები, სპეციალისტები, ექსპერტები, რომელსაც იღებს პარლამენტი და შემდგომ ქირაობენ სწორედ მინისტრებს და ქირაობენ დირექტორებს და სხვებს, რომლებმაც ის კანონი უნდა მოიყვანოს მოქმედებაში. საქართველოში რამდენი მინისტრი მოვიდა, იმდენი ახალი კანონი დაიწერა და საერთოდ გაუგებრობაში ვცხოვრობთ. აი ამიტომ თქვით ჩვენ უკვე, რომ ესე იგი სწავლება უფასო, მიღება მისაღები გამოცდების გარეშე, სწავლება მძიმე, ეს არის მნიშვნელოვანი აქ. დღეს ვერ ეტყვის ლექტორს ვერ ეტყვის რექტორი, რომ თუ ნიშანი არ დაწერე, როგორც ეს მერაბ ჯიბლაძეს ამ უდიდეს პიროვნებას უთხრეს და წამოვიდა უნივერსიტეტიდან. უთხრეს, რომ ხელფას ვერ მიიღებ, თუ ამ ბავშვს ნიშანი არ დაწერეო და ეუბნებოდა, რომ აბსოლუტურად უცოდინარ ბავშვს ეუბნებოდა ნიშანი დაწერეო. თუ გვინდა სწავლას ფასი დაედოს, სწავლის ძირი მწარი არის კენწეროში გატყილდების. აი ეს არის პროგრამა მეცნიერთა კონგრესის, რომელიც აყალიბებს ამას. ესე იგი, მისაღები გამოცდის გარეშე, მაგრამ სწავლება მძიმე უმაღლეს სასწავლებელში ვინც ვერ ისწავლის, ტოვებს უმაღლეს სასწავლებელს და იქ უნდა იყოს ძალიან ძლიერი სწავლება, მაგრამ აი ნახეთ ხელშეკრულებას აფორმებს ყველა სტუდენტი, რომელიც მიდის ხელშეკრულებაში რა იწერება, ეუბნება მას საბჭო, თუ თქვათ ამ შემთხვევაში სახელმწიფო ეუბნება, რომ ჩვენ თქვენი განათლებისთვის ხარჯავთ ყოველთვიურად ამდენ ფულს
და როდესაც დაამთავრებ, თუ ჩვენ მოგცემთ ისეთ ხელფას, რომელიც დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ აღიარებული საარსებო მინიმუმზე 10%-ით მეტი იქნება, მაშინ თქვენ ყოველ თვიურად გარკვეულ თანხას ურიცხავთ, ვიდრე არ დაფარავთ იმ ფულს, რომელიც თქვათ თქვენი სწავლებისთვის გახდა საჭირო. სწავლება რა ღირს, ამას განსაზღვრავს არა ის, რომ თქვათ იაფი იყოს სწავლება, პირიქით, სწავლება უნდა იყოს ძვირი, სახელმწიფო ამაში ძალიან დიდ თანხას უნდა დებდეს და უნდა ასწავლიდეს ისე, რომ ბავშვმა რო დაამთავრა, სტუდენტმა რომ დაამთავრა უმაღლეს სასწავლებელი, ეს უნდა იყოს კონკურსი, არა მე მინდა და არა მე მინდეს, სტუდენტი უნდა მიყავდეთ, მაღალ ხელფას აძლევდნენ და ის უკვე უნდა აბრუნებდეს იმ ფულს, რომელიც დაიხარჯა მისი სწავლებისთვის. აი ნახეთ. როგორ სისტემებზეა საუბარი. თან ჩვენ ვილაპარაკეთ განათლებაზე, რომელიც გამოდის, თქვათ, აი მარწუხებიდან სახელმწიფო, რო იქ დირექტორს, რექტორს, ნებისმიერ ვინც არ უნდა იყოს სკოლის ხელმძღვანელს, ვერავით არ ზედმეტ სიტყვას ვერ ეტყვის და იმას ვერ ეტყვის, რომ ხმა იმას მიეცით და აბა საარჩევნო ყუთები და რაღაცა და შემდგომ, ანუ თავისუფალი ხდება განათლება, მაგრამ სწავლება არის მძიმე, ძნელი, რთული, იმ კანონების მიხედვით, რომელსაც იღებს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი, ხალხის მიერ არჩეული საბჭოები აკონტროლებენ ქალაქებსა და რაიონებში როგორი სწავლება მიდის და როგორ არის კვება თუ კვების პროდუქტები რაღაც და ასე შემდგომ ყველაფერ ამას ანუ ჩვენ ვაკეთებთ განათლების სისტემას რომელიც გამოდის კონტროლიდან როგორც იტყვიან მერების, გუბერნატორების და გამგებლების და მინისტრების, მაგრამ შედის ხალხის კონტროლში. ხალხის კონტროლი უფრო მწარია. ყველა ოჯახს უნდა რომ მისი შვილი იყოს განათლებული. ყველა ოჯახს უნდა რომ მისი შვილი იყოს წარმატებული. ამიტომ ის დღეს გუბერნატორს და მერს ვერაფერს ვერ მოთხოვს, მაგრამ აი მის მიერ არჩეულ განათლების საბჭოს პასუხს მოთხოვს და განათლების საბჭოში ავრჩევს სწორედ იმ ხალხს, რომლებიც შეძლებენ იმას, რომ მოიყვანონ მოქმედებაში დავით გურამიშვილის უნიკალური გამონათქვამის სწავლის ძირი მწარი არის კენწეროში გატყილდების. აი ბატონებო, ჩვენ ვისაუბრეთ, აი ჩამოვაყალიბეთ 5 წუთის პარლებში, 5-7 წუთის პარლებში ჩამოვაყალიბეთ 5-6 პროგრამული, როგორი უნდა იყოს საბავშვო ბაღი, როგორი უნდა იყოს პირველი მე-6 კლასი, როგორი უნდა იყოს პირველი მე-9 კლასი, როგორი უნდა იყოს გიმნაზია, როგორი უნდა იყოს ლიცეუმი და როგორი უნდა იყოს უმაღლესი განათლება. ვიკამათოთ, ვიფიქროთ. ეს არის სისტემა, რომელიც მიღებულია დემოკრატიულ ქვეყნებში და სისტემა, რომელიც სასწაულს მოახდენს საქართველოსთვის. საქართველოში განათლება უნდა იყოს ნომერი პირველი პრიორიტეტი, საქართველოში მასწავლებელი უნდა გვყავდეს ხელის გულზე და ბავშვს ფერქვეშ ვეგებოდეთ. აქ სტუდენტი ჩედის და უმაღლესი განათლების ლექტორი ჩედის. ჩვენი ამოცანა არის ეს, თუ ჩვენ გვინდა რომ განათლებისკენ შებრუნდეს ხალხი და ძალიან ბევრს უნდოდეს მასწავლებლობა და ძალიან ბევრს უნდოდეს რომ იყოს მეცნიერი. საქართველოში კატასტროფული მდგომარეობა ამ კუთხით. ჩვენ შემოგთავაზეთ, იფიქრეთ, ეს არის ჩვენი პროგრამები. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროგრამების წარმოდგენას და თქვენ ნახავთ 50-მდე ისეთ პროგრამას, რომელიც ჯამში სრულად ცვლის ქვეყანას და ცვლის სასიკეთოდ და ცვლის ისე რომ ჩვენ ვიამაყებთ ყველანი ამით. დიდი მადლობა.